მოგესალმებით ჩემო ძირფასება და ჩემო კარგება, ჩემო მშვენიერებო. დღეს ვნახოთ ჩვენ რატომ არის პაუზა თქვენ შორის, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ. ვიფიქრეთ თქვენი სიტუაცია თუ არის, თუ თქვენთან მართლა პაუზა არის. პაუზა შეიძლება იყოს, ახალი, შეიძლება გრძელდება უკვე. ნახოთ თქვენ რა ენერგიებში ხართ. თქვენი პარტნიორი არის და ახლა თქვენ შორის არის რა. და მინდა ვნახო ახლა რას არა ეს მინდა აღეღო რომ ვკითხოთ ახლა ჩვენ ანუ რა ამ პაუზის ნამდვილი მიზეზი ანუ თქვენი დაშორების ნამდვილი მიზეზი რა არის ვკითხოთ ნამდვილი მიზეზი მინდა აი აქეთ ვნახო ამით რამე დამჭირდება დავამატებ და შემდეგ ვნახოთ ჩვენ ეხლა რას გრძნობს ის თქვენს მიმართ. ეხლა რას გრძნობს თქვენს მიმართ. რას ფიქრობს თქვენზე და თქვენს ურთიერთობაზე. აქვს თუ არა მაგას სურვილი რომ აღდგინოს ურთიერთობა. და რა უნდა საერთოდ თქვენ გააცნობიეროთ რა და გაიგოთ ამ სიტუაციაში თქვენ ამას აკეთებთ და ვნახოთ ჩვენ ახლა იქნება თუ არა გაგრძელება ამ ურთიერთობის ნახოთ ეს აკეთებაში ეს მინდა ვიღო რა ვიცი იყოს так, ვნახოთ ახლა გოგო რა ენერგიაში მყავს მე რა თუ გოგო რაღაც ჯიუტობს არ უნდა ჩვენ უსაც ენერგია და არაფერი ხო? ნუ გოგო არის როგორ ენერგიაში თქვენ ახლა ზიხართ თქვენთვის მშვიდად წყნარად თქვენ ახლა შეიძლება ანუ ეს არის შემავსებელი მარტოობა შეიძლება რამეს სწავლობს შეიძლება რამეს თქვა გაიაზრება ანალიზაკეთე ანუ რა მოხდა როგორ თქვენ ახლა გაქვთ განმარტოვება პრინციპში ცუდი ნამდვილად არაფერი არ არის აქ ხარ თქვენთვის ზოგი სწავლობს ზოგი თქვათ ახლა უბრალოდ ისვენებს ნუ ყოველ შემთხვევაში ერთადერთი რა არის რა ენერგია თქვენ გინდათ რომ გაიგოთ საერთოდ ეს სიტუაცია გინდათ რომ ნათელი გახდეს თქვენთვის აი მინდა რომ გავიგო საერთოდ რა ხდება რა მაგრამ განმარტოვებაში ხართ თქვენი პარტნიორი ანუ თქვენი პარტნიორი ზის აქ ახლა ნუ არ ვიცი გოგოებო თუ დაუშვოთ თქვენი პარტნიორი არის დაოჯახებული შეიძლება ახლა პენტაკლების აქ არის მეფე ნუ ყოველ შემთხვევაში სადღაც არის ან თავისი საქმეები დაკავებული ან არის თავის სახლში, ნუ ენერგიაში როგორ იცით, რომ რაღაცას აკეთებს. ნუ ნახოთ ჩვენ ახლა ამაზე კიდევ ვკითხავთ, ხო? თქვენ შორის ახლა არის ნუ დიდი ტრანსფორმაცია. ან ურთიერთობა დასრულდა, ან არის ტრანსფორმაცია. კი ბატონო, ნახოთ ახლა ჩვენ ანუ ნამდვილი პაუზის მიზეზი. ნამდვილი პაუზის მიზეზი ძალიან საინტერესო. ნუ გოგოება აქ უეჭველი ვიღაცას აყავს ოჯახი. ვიღაცას ყავს ოჯახი. თუ დაუშვოთ ახლა სამკუთხედით, ნუ საჯარო გაშლა გვაქვს ჩვენ, მაგრამ თუ დაუშვოთ ეს ბიჭი უბრალოდ სადღაც არის, მოიცადეთ აბა მაინც გითხოთ ახლა. ნუ აქ როგორი თემა არის, აქ რაღაცა ეს ადამიანი არის ნამდვილად, როგორ იცით, სუფიქრებში არის თავის სიყვარულზე და ფიქრობს თავის სიყვარულისკენ წასვლას, პრინციპში რაღაცა ეს ადამიანი მგონი გამოდის ტრანსფორმაციიდან. კარგით, ნამდვილი მიზეზი რა არის? კი, 10-იანი თასების არის აქ, მაგრამ ამით რას ვეტყოდი, იცით, მიზეზი მოხდა შეიძლება იმიტომ, რომ აქ ნახეთ რა საინტერესოდ გოგო ზის წინ ბიჭი უკან არის, ხო? შეიძლება ის რომ თქვათ გოგო შეიცვალა,
მე არ გამოვრიცხავ, აქ სიტუაცია შეიცვალა, იმიტომ რომ აქ რო შეხვალ ვთქვათ ახლა ამ არკანში, თითქოს даже გოგომ შეიძლება შეაქცია ცოტა ზურგი, ну ან როგორ, ან უფრო აი ნახეთ, აქ ეს კი არ არის, აი განდეგელში როცა არის ადამიანი თუ დაუშვათ, ну შემავსებელი ხო თქვი რომ არის სიმართლე აქ. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანი აქ ვითარდება, რაღაცას აკეთებს. შეიძლება თქვენ უკვე ნამდვილად ისეთ ენერგიებში შეხვედეთ, რომ მე ვიცი, აი თქვა, ან ну განწყობა გაქვს ძალიან პოზიტიური რა, ანუ სიმშვიდე იგრძნობა აქედან. მე არასდროს არ ვჩქარობ, მე ძალიან მშვენივრად კარგად ვარ. აქ ვერ ვეტყვი, რომ თუ დაუშვათ ეს ადამიანი მართლა თავისუფალი არის, ხო? მაგ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ იმდენად ხარ თქვენ უკვე გოგო აქ იმდენად შეივსო, რაღაცა ესეთი მშვიდი ენერგიებით, ანუ კარგად არის რა, ესეთი მოდის რა ენერგია, რომ თითქოს ეს ბიჭი დარჩა უკან, თქვენს უკან დარჩა, რატო? ანუ даже თუნდაც რომც იყოს ეს ადამიანი თავის ოჯახში, თქვენ როგორ ხართ? ну, კი ბატონო, ანუ აქ რო ვთქვათ, ის წერიკაში ხართ ან რაღაც არა, იმიტომ რომ რა არის იცით, აქ კულმინაცია, რისი კულმინაცია? აქ უკვე გოგომ ეთყობა იმდენი ან ბევრჯერ იყო ეს პაუზა თქვენ შორის, ხო? ან შეიძლება თქვენ უკვე გამოცდილება გაქვთ კარგი ურთიერთობებში და ну თუ დაუშვათ მარტო ამ ურთიერთობაში შევეხოთ, უკვე აღარა ხართ ახელვებული, მაგრამ აი მიზეზი მაინც, მიზეზი რა არის ახლა? თქვენი გაშო. ну კი ბატონო, აი ახლა უკვე მართლა მაჩვენეს. მაჩვენებენ უკვე. პრინციპში სიტუაცია არ ქონდათ ცუდი, მაგრამ აქ შეიძლება ადამიანი ყავთ, როგორი იცით, ან როცა მე მინდა, მე მოვდივარ. როცა თქვათ, აი, იმიტომ არის ან სამკუთხედი, ან ტიპაჟია ეგეთი, რომ ადამიანი პატარა ბავშვით იქცევა, შეიძლება თქვათ, ახლა მიდის, მოდის, ხო? და გოგო სულ ზის, სულ მოლოდინში, თქვა დაუშვათ, აი, როდის მოხვალ ჩემთან ნახეთ, აქ როგორ გოგო ზის და ელოდება, როდესაც რაინდე მოვა მასთან, ხო? მაგრამ უკვე ეთყობა უთხარი თქვენ, რომ იცი რა არის, მე ასე არ მაწყობს რა, მე მასე უკვე აღარ მინდა და მაგრამ აქ მთავარი არის როგორ თქვენ უფრო შეიძლება даже მიზეზი ეგ არის, რომ თქვენ თვითონ გინდათ უფრო სხვა დონის ურთიერთობა, უფრო ну გაიზარდეთ უკვე სხვანაირად უყურებთ სიტუაციას და თქვენ უკვე აღარა ხართ მზად, რომ ერთი და იგივეზე იყოს საუბარი რა, თქვენ გინდათ სიმშვიდე, დალაგებული ცხოვრება, დალაგებული ურთიერთობა და არა ეს მიდი მოვდივარ სიტყვაზე, ხო? და ამიტომ თქვენ თვითონ ახლა როგორ ხართ, მე თვითონაც შემიძლია ყველაფერი გავუკეთო ჩემს თავს ისეთი, რამე რითაც ვისი ამოვნებ რა და ну ასეთი საქციელი აღარ მომწონს რა, აი ეს ну რაღაცა უთხარით ადამიანს თქვენ, მაგრამ იმიტომ რომ მიზეზად იმიტომ მაჩვენებენ აი თქვენ ეს პოზიციის, რომ თქვენ გაიზარდეთ, თქვენ შეიცვალეთ, გოგო შეიცვალა აქ, ხო? ნახოთ ეხლა ეს ადამიანი რას გრძნობს შენს მიმართ, რას გრძნობს? ну გრძნობა აქ არის როგორ იცით, აი როგორი საინტერესო არის აქ ახლა მაგის არკანი რა. არ ვიცი რა, აი არ ვიცი საიდან დავიწყო. არ ვიცი, აი даже გრძნობაზე რო გკითხოთ, თვითონაც არის როგორ იცით, რომ არ ვიცი როგორ მოვიქცე, არ ვიცი რა გავაკეთო. კი, შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ფიქრებიც აქვს, მაგრამ მაგ გრძნობაზე, მაგრამ შეიძლება ცოტა ეგოისტური პოზიციაც გქონდეს, იმიტომ რომ მაგის არკანია მაინც რა. მაგრამ ეს არის როგორ იცით, აი შეიძლება თუ დაუშვათ ეს ტრანსფორმაციიდან თუ გამოვიდა, ხო? აქ ცოტა სხვანაირი გრძნობები გქონდეს უკვე თქვენს მიმართ. ну მოდით აბა ვკითხავ ახლა მე მაგას, რას გრძნობს, აქ რას გულისხმობ, აჰა. აი ეს არის ზუსტად ის მომენტი, როცა ადამიანი ფიქრობს, რომ აი რაღაცა, აქ ნახეთ კიდევაც ვამბობ, რომ გრძნობაზე კი აქაც დასები გამოვიდა, რომ შეიძლება ადამიანი ფიქრობს, და აი ხო განახებთ ახლა, იმიტომ არ ვიცი რა ვქნა მაგ და იძახეს არ ვიცი რა ვქნა. იმიტომ რომ შეიძლება იყო აქ მისგან რაღაცა ეგოისტური საქციელი,
შეიძლება ეს ადამიანი მართლა ფიქრობდა მხოლოდ იმაზე, მას რა ისი ამოვნებოდა, ხო? მაგრამ აი აქ ეხლა ზის და ფიქრობს, ეხლა ნამდვილად გრძნობაც აქ იმისი, რომ შეგრძნება, რომ არ ვიცი რა უნდა ვიგრძნო, მე ვფიქრობ უკვე, რომ აი ყველაფერი დასრულდა რა. ან დავკარგე, გრძნობ, რომ ანუ ეთქობა თქვენზე ფიქრობს, რომ თქვენ უკვე ალბათ დაასრულეთ ეს ყველაფერი, ხო? რას გრძნობ? ну, იცით რა, მაინც უნდა ამას ამ ურთიერთობის გაგრძელება, აქ როგორი სიტუაცია, აქ არის გრძნობაზე რაც ეხება, თითქოს ადამიანი პრინციპში ცდილობს, რომ გამოვიდეს ამ რთული პერიოდიდან. აქაც ხო გვაჩვენეს, რომ რაღაცა გაიარა მაგან ეთქობა ეს ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ უკვე სულ დიდი ხანია ეთქობა. ну, აქ ფიქრები, აი აქ არის ფიქრები. აქ უკვე გადავიდა როგორი სიტუაცია, იცით რომ გრძნობს მაგ. უნდა თქვენთან ურთიერთობა, მაგრამ მე რატო ვფიქრობ, აქ უფრო რა არ მომწონს, იცით, როცა პენტაკლები გრძნობაზე გამოდის, ცოტა ეს უკვე მაიჭვებს რა, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს იმიტომ უნდა თქვენთან დაუშვათ, აი გრძნობს, რომ თქვენს გარეშე ვერაფერს ვერ შვება, ასე რომ თქვა, აი ამას გრძნობს ეს ადამიანი. მე სხვანაირ გრძნობაზე ვეკითხებ, ეს სხვა გრძნობა, რომ აი მაგის გარეშე მე ვაფშე არ ვიცი სად წავიდე. იმიტომ როცა მასთან ვიყავი, ყველაფერი გასაგები იყო. კარგად ცხოვრობდა თქვენთან, კარგი პირობები გქონდათ, ეთქობა თქვენს ბევრ ამას აკეთებდეთ იმისთვის, რომ ანუ კომფორტი გქონდა ადამიანს და ეხლა ეს კომფორტი ეთქობა დაკარგა ამ ადამიანმა, ხო? თავისი შეიძლება ასეთი წასულით, მაგრამ ეს ეხლა მაგას როგორ იცით, აი გრძნობს, რომ თავიდან რაღაცა უნდა გავაკეთო მე, მაგრამ როგორ გავაკეთო? არ ვიცი რა. მაგრამ ვგრძნობ ზუსტად იმას, რომ ნამდვილად კიდევ კარგე ის, რაც მაძლევდა მე კომფორტს და ამიტომ კი უნდა მაგას აქ ურთიერთობის განახლებას, მაგრამ აქ ხო გეუბნები თავისი რაღაცა ეგოისტური თემები ამოძრავებს ამას, იმიტომ რომ აქ კომფორტის ზონიდან გამოუშვეს და აი ეს კომფორტის ზონა ეხლა რაღაც არ მოსწონს მაგას, რომ დაკარგა და გრძნობა. ну, იმპერატორი ვარ, ну, აქ გრძნობა, აი ეს ჩემი იმპერატრიცა. აქ ხო გეუბნებით, თუ შეიძლება იყოს, აი, რა ვიცი, даже ესეთი თუ ეს თქვენი ქმარია დაუშვათ, ხო? თუ ეს თქვენი ქმარი და თქვენ ახლა დაუშვათ, ახლა წაიჩხუბეთ. ну, ნახეთ, ახლა გეტყვით საერთოდ, ახლა ტაროსთვის, ხო, არა აქ ეს ცოლი ქმარი, ხო? ოფიციალურობა ეგეთი. არიან ორი მნიშვნელოვანი ადამიანი ერთმანეთისთვის რა. და ამათ შორის სიტუაციებს გვაჩვენებს ყოველთვის. ხო და აქ ახლა იმპერატრიცა. შეიძლება ერთად ცხოვრობდეთ თქვენ დაუშვოთ, ხო? ან ერთად იყავით უკვე ესეთ ურთიერთობაში რა. და აქ ადამიანი ახლა მიხვდა, აი აქ ვგრძნობ, რას ვგრძნობ, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვართ შექმნილები, ჩვენ ერთი ვართ რა. და შეიძლება თუ დაუშვოთ, აქ მოხდა ის წასვლა მაგისი თქვენგან, ხო? ხდება ის, რომ აი იქ სადაც მე ვიყავი კარგად, იმიტომ რომ მხოლოდ აი იქ ამ ოჯახში, ამ სახლში მე შემიძლია ვიყო კარგად. აქ შემიძლია, იმიტომ რომ აქ მაქვს მე კომფორტი, აქ არის ყველაფერი ჩემთვის, ეს ქალიც ჩემზე ზრუნავს და აი ამაზე მეტი რა უნდა მოვინდომო რა. და ამიტომ იძახეს, რომ რა ვიცი, ეს რა ჩავიდინე მე, ხო? იმიტომ რომ ნამდვილად დაკარგა რა და თან ახლა აქ არის როგორ იცით, რაც გქონდა არეგონა, კიდე ნახეთ, არეგონა რო თქვათ, ეგ რო თქვენგან წავიდო და აი ასეთ ენერგიებში იქნებოდა, რომ აი სიცარიელეს გრძნობს ადამიანი თქვენს გარეშე, იმიტომ რომ თქვენ ქმნიდით აი კარგი, ანუ თქვენთან ურთიერთობა მაგას აკლია თქვენთან, აკლია მაგას რაღაც შეიძლება აი თქვენი კომფორტი, რომელსაც თქვენ ქმნიდით, თქვენ საუბრები შეიძლება თუნდაც რა. ანუ აი ეს ყველაფერი მაგას ნამდვილად ეხლა აკლია და აი ამას გრძნობს, რომ ეს გავაკეთე რაღაცა სისულელე და დაბრუნება საერთოდ მე მგონი საჭიროა, გავასიძახეს ეს ადამიანი რა.
აი ეხლა რას ფიქრობს ხო? აი ნახეთ, ფიქრობს ეგ ხო უკვე ფიქრობს, რომ დროა მოვიდა, რომ უნდა დავბრუნდე მე იქ, სადაც მართლა კარგად ვიყავე რა, უკვე და უკვე ეს ურთიერთობა პრინციპში უნდა გადავიდეს რაღაც სხვა ეტაპზეც. კი ბატონო, გრძნობს. ნუ აქ უკვე თქვენ ურთიერთობაზე ფიქრობს, ნუ ეს აი სულ აქ რაღაცა სინანულის თემა არის რა. იმიტომ რომ პრინციპში თქვენ არ იყავით, როგორ იცით, ეს არ არის ესეთი ურთიერთობა, აქ არის ურთიერთობა, რომელიც არის ეთყობა აგებული გრძნობებზე. არა აქვს მნიშვნელობა, სულკმა არ იყავით, ერთად ცხოვრობთ თუ რაღაცა, აქ იყო გრძნობები და მაგრამ შეიძლება მოხდა ისეთი მომენტი, როცა დაუშვოთ თქვენ რაღაცა საყვედური უთხარით ადამიანს და აი ამ საყვედურს, ნუ ან არ ელოდებოდა, ხო? ან რაღაც ესეთი იყო მაგის ცხოვრებაში და ადგა და ნუ გაბრაზდა, შეიძლება მოულოდნელი იყო მისთვის ახლა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ნუ დიდი ხანი იყავით თქვენ აი აქ მართლა სულ დასებში, აი აქ სულ გრძნობებში და მე მოხდა აქ რაც გოგომ უთხრა რაღაცა არ მოეწონა, ეს ნორმალური არის ყოველთვის, როცა ურთიერთობა არის, ეს არ აქვს მნიშვნელობა, გინდა სულქმრული, გინდა ისედაც როცა არის, როცა არის, იქ უფრო მოვალეობები ერთობა, რომელიც მართლა უკვე უნდა შეასრულო. როცა არიან პარტნიორები, უბრალოდ ცხოვრობენ ერთმანეთთან, შეიძლება იმიტომაც არიან ერთად, რომ კარგად გრძნობენ თავს, ნუ რაღაცა ამოცანები აქვთ, ახლა როგორც სულის დონეზე კიდე შევხედავთ ჩვენ, ხო? და ამიტომ ამ პერიოდში უნდა იყვნენ ერთად. მაგრამ ის სიყვარული ყველაფერი კარგი არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ და სულიერიც ყველაფერი კარგად, მაგრამ არსებობს კიდე რაღაცა მომენტები, რომელიც არის, თქვათ, მიწიერ დონეზეც უნდა განვითარდეს, ხო, მასეა? და მიწიერ დონეზე რომ უნდა განვითარდეს, ახლა აქ უკვე შეიძლება თქვენ, ნუ იყო კი ბატონო, დიდი ხანი იყო ყველაფერი კარგი, აი მართლა სიყვარული და თქვენ შეიძლება იყავით აი ეს ადამიანი, რომელიც უქმნიდა კომფორტს მაქსიმალურად, მაგრამ ერთ მშვენი ერთ დღეს თქვენ უთხარით, რომ კი მიყვარხარ, მაგრამ რაღაც აი ეს და ეს პრეტენზიები მაქვს, ხო? ეს პრეტენზიები არ მოეწონა ამ ადამიანს უეჭველი, არ მოეწონა, იმიტომ რომ შეიძლება პენტაკლები რადგან აქ წამოვიდე და მაგას გრძნობაზე ვეკითხები, ხო? ეს შეიძლება იმასაც ფიქრობს, რომ მე შეიძლება არ შემიძლია მე მივცე მას ის, რაც სურს, ანუ კი შეიძლება სურვილი მქონდეს, მაგრამ ან даже იმის გამო, რომ არ ვაკეთებდი მე იმას, რაც უნდა გამეკეთებია წყვილში, როგორც ზრდასრულ ადამიანს, ხო? არ ვაკეთებდი და ავდექი და წავედი, მაგრამ ეხლა ეს მენატრება სიტუაცია, იმიტომ რომ შეიძლება ადამიანს დრო ქონდა იმისათვის, რომ გაიგო, რომ მხოლოდ აი აქ მე ვგრძნობ კარგად თავს და აი იმის გამო, რომ არაფერს არ ვდებდი მე ამ ჩვენ ურთიერთობაში, ხო, ფინანსური უკვე ეს აქ უკვე კარგი არის რა. თუ ამას გრძნობს ეს ადამიანი, იმიტომ რომ ამის გამო რომ მე ასე უფასუხოს მგებლოდ ვექცეოდ და არაფერს არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებია, ან ვერ ვაკეთებდი ვერაფერს ჩვენი ურთიერთობისთვის, აი იმიტომ არის მოხდა ეგ ყველაფერი და ეხლა პრინციპში გრძნობს, რომ ეს აუცილებელი არის, ხო? და უკვე რას ფიქრობს თქვენს ურთიერთობაზე, რომ ნამდვილად ეხლა დაფიქრდა, რომ სხვანაირად უნდა იყოს ეს სიტუაცია, უკვე დროა რაღაცა ვიმოქმედო, უკვე დროა რაღაცა უკვე გავაკეთო ისეთი, რომ თქვათ, ნუ თქვათ, გავიაზრო რა, ანუ ფიქრობს ადამიანი, პრინციპში ქმედებას ფიქრობს, იმიტომ რომ ნუ მამაკაცი არის და პლუს კიდე რა თქმა უნდა, ახლა კვერთხების არის აქ მეფე, ანუ კვერთხების მეფე რა თქმა უნდა უფიქრდება, ფიქრობს ქმედებაზე, რა გავაკეთო ისეთი, რომ იყოს, ანუ მეც მინდა რომ გამარჯვებული ვიყო რა, ანუ გამარჯვებული რა მხრიდან ისეთ, რომ თქვენს თვალში იყოს ნამდვილად არა ვიღაც პატარა ბავშვი, აი აქ ხო, რასაც აჩვენებენ პატარა ბავშვური საქციელი, ხო? ანუ ნამდვილად რომ ჩვენ ერთად უნდა ვაკეთებდით და ერთად უნდა ვქმნიდით ჩვენ ამ სიტუაციას და აქ მოკლე გაშლება გვაქვს, მაგრამ ნუ ცოტაც კიდე და ხო იცით თქვენ ჩემი ამბავით, მე მიიჭირს ძალიან ეს მოკლე გაშლება. ვნახავთ ეხლა აქვს თუ არა მაგას სურვილი, რომ ეს ურთიერთობა კი სურვილი კი არა,
აქ იმდენად არის მიჯაჭვული, იმდენად რომ აქ სურვილზე საუბარი ზედმეტია, ეს იმდენად არის თქვენზე კი უყვარხარ ძალიან და ნამდვილად ადამიანის აქ ჰაერივით რო სჭირდები რა რომ იტყვიან რომ ანუ თქვენს გარეშე უჭირს ძალიან და აქ даже შეიძლება ზოგი ამბობს რომ მე მთელი ცხოვრება მზად ვიყო მზად ვარ მაგასთან ვიყო იმიტომ რომ ნუ აქ ეგრევე გვაჩვენეს რომ ძალიან მნიშვნელოვანი წყვილი ხარ ერთმანეთისთვის ძალიან, იმიტომ რომ თქვენ აქ თქვენი ორივეს განვითარება მიდის ამ ურთიერთობაში, თან ძალიან ძლიერი რაღაცა ახალს ხსნით თქვენ ერთმანეთში რა ამ ურთიერთობაში, ახალს ხსნით, ახალ ნუ ტრანსფორმაცია გისურვებს გვითხრეს თქვენ შორის, ეხლა არის ნუ რაღაცა ეტაპი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ვნახოთ ახლა ჩვენ რა უნდა გაიგოთ თქვენ ამ სიტუაციიდან, რა უნდა გაიგოთ თქვენ ამ სიტუაციიდან. ნუ აქ რა უნდა გაიგოთ თქვენ ამ სიტუაციიდან. პრინციპში მე ასე ვეთყოდი რომ თქვენი თავიც უნდა თქვენ უნდა მისცეთ ამ სიტუაციაში რა, იცით, საშუალება რომ მამაკაცმა იმოქმედოს თვითონ. იმიტომ რომ მაგან აქ ნახეთ რას გრძნობს რომ უნდა ექვსიანი პენტაკლების გრძნობ რომ მე რაღაცა უნდა გავაკეთო. იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება აქ ახლა აქ ახლა ნახეთ ექვსიანი პენტაკლების ამ დასტაში ხო? რაღაც შეყვარებული ვარ ამ დასტებზე. აქ ნახეთ ერთი ქალი და ბავშვი ხო? მიმოცვლა მიდის. აქ ერთი პარტნიორი აძლევს უფრო მეც სხვას. აქ შეიძლება სხვაობა გქონდეთ სხვათა შორის თქვენ ანასაკობრივი ან ნუ რაღაც განვითარების, შეიძლება გამოცდილების, იმიტომ რომ აქ ერთი აძლევს მეც ვიდრე მეორე, ხო? ქალი აძლევდა აქ აშკარად მეც ვიდრე თქვათ ახლა ნუ ეს კაცი რა. იმიტომ რომ აქ მე даже ვეთყოდი რომ იმპერატორი იმპერატრიცა, იმიტომ ახარ თქვენ რომ აქ რომ თანაბრად უნდა გაიაროთ რაღაცა გაკვეთილები იმის მიუხედავად რომ თქვენ გაქვთ რაღაცა სხვაობები იმის მიუხედავად რა და ამიტომ არის აქ არათანაბარი მიმოცვლა არის ენერგიას ერთი მეც აძლევს ვიდრე მეორე და ამიტომ აქ გეუბნებიან რომ შენ რა უნდა გაიგო რომ ანუ შენ კი არ უნდა იმოქმედო აქ იმიტომ კომფორტში ძალიან თაფლში კი არა კარაქში და იმაში ცურავს ეს ადამიანი ხო და აქ უკვე არის ეს მომენტი რომ უკვე მამაკაც მიეცით თქვენ მზრუნველობის საშუალება რომ მაგან უკვე თქვენზე იზრუნოს აქაც არის ნახეთ აქ სხვანაირი ექვსიანი პენტაკლების ხო ხედავთ აქ როგორ არის ანუ აქ აქ უკვე მამაკაცმა უნდა გააკეთოს რაღაცა მიეცეთ ამას საშუალება აი ეს უნდა ისწავლოთ თქვენ რომ თქვენ კი არა სულ თქვენ ხო მიეცეთ საშუალება რომ მაგანაც ნუ პრინციპში შეიძლება ამაზეც იყო აქ კონფლიქტი მაგრამ ესეც კარგია იმიტომ ხო გითხარით თქვენ აქ ორივენი გადახართ ტრანსფორმაციას ორივენი რა თქვენ ის სწავლობს იგივე სწავლობს მაგრამ როგორ ეგ სწავლობს იმას რომ მე უნდა ვიმოქმედო თუ მინდა თქვათ ვიყო აქ ბედნიერი იმიტომ ამის გარეშე არ შემიძლია მე როგორც კაცმა უნდა ქმედებით უნდა დაუმტკიცო მე მაგას რაღაცა ქალმა უნდა ისწავლოს მიიღება ანუ შენ აძლევ ემოციას კაცი აძლევს შენ რაღაც ქმედებას მიხვდეთ ანუ სწორი მიმოცვლა უნდა ისწავლო თქვენ ენერგიას ანუ უნდა მისცე ადამიანს იმდენი რამდენსაც თვითონ შენ გააძლევს ეს ადამიანი ნახოთ ახლა იქნება თუ არა გაგრძელება ამ ურთიერთობის ნუ აქ რა თქმა უნდა ადამიანი ნახეთ რა იქნება აქ ადამიანი პრინც აქ მოგეცემა თქვენ შანსი აქ მოგეცემა თქვენ შანსი თან ძალიან კარგი შანსი მოგეცემათ რომ თქვენ დაიწყოთ ეს ურთიერთობა მაგრამ აქ როგორი ნუ იგივეს მეუბნებიან იმ შემთხვევაში ეს ადამიანი გამოჩნდება რა თქმა უნდა მოვა თქვენთან ურთიერთობაში ხო მაგრამ ნუ აქ კიდე მეუბნებიან ახლა გოგო თუ მიიღებს ხო მაგრამ ყველა ვარიანტში, ყველაფრის მიუხედავად, რაც არ უნდა იყოს, პირველ რიგში იცოდეთ თქვენ რომ მიეცეთ იგივე, მიეცეთ საშუალება, რომ ამ ადამიანმა გახდეთ ეს დედოფალი რა, რომ მიეცეთ საშუალება, რომ კაცმა იმოქმედოს, მიეცეთ საშუალება, იმიტომ რომ უკვე თქვენ უყურეთ მის ქმედებებს. კი გამოჩნდება
კი ბატონო, კი აქ даже ну გაგიხარდებათ ეს სიტუაცია, იმიტომ რომ თქვენ ახლა აქ იყავით უკვე თქვენს გამოყვაბულში, ასე რომ ვთქვათ, ორივენი, ხო? აქ მაღალი ძალები მოვლენ და გეტყვიან. მაგასაც ეტყვიან, რომ მოგცემთ ჩვენ ამ შანსს. კი, მიდი კიდე სცადე, მაგრამ აი რუსული სიტყვა მოდის, не профукай. ანუ არ ტყუილად არ გამოიყენო ეს შანსი, რომელსაც ჩვენ გაძლევთ რა, იმიტომ რომ აქ სხვა შემთხვევაში ეხლა კიდე შანსი მიეცემა, მაგრამ კიდე თუ იქნება იგივე სიტუაცია, აქ გოგო უკვე შეიძლება წავიდეს, იმიტომ რომ უკვე შეიძლება სხვა ვიღაცას აქ თქვენ სივრცეში არის უკვე სხვა ვიღაცა ადამიანის გამზადებული, თუ დაუშვათ აი ეს ამ შანსს ეს ადამიანი არ გამოიყენებს, უკვე თქვენ გადახვალთ სხვა ურთიერთობაში, იმიტომ რომ არის უკვე აქ ადამიანი, თქვენს უკან ნახეთ, ვინს ელოდება უკვე, აი, ну სივრცე ასე მუშაობს, რა თქმა უნდა, ვიღაცები რიგში დგანან იქ და ელოდებიან, აბა რა ვქნათ ახლა კიდე აქ სიტუაციაში ეს თუ არა და აი ეს როგორც ფეუბურჩი, ხო, ერთი დაჯდა, მეორე გამოუშვეს, ვიდე აბა შენი თამაშენოთ, ჩვენი ცხოვრება, აი ეს არის სცენარი, ჩვენი სული სცენარი, სადაც აი მიდის ეგეთი თამაში.